ციხეები ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის, საიდუმლო არქივები, ოქროს საცავები და დახურული სამთავრობო ტერიტორიები. ეს ის ადგილებია, სადაც უსაფრთხოების უმაღლესი დონე მოქმედებს. ამ დაწესებულებებში შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ ეპიზოდში ყველაზე კარგად დაცული ადგილების შესახებ მოგიყვებით. ინგლისის ქალაქ დერბიში მდებარე ბოლდუინის საპარკინგო კომპლექსი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ავტოსადგომად ითვლება. წარსულში ავტოსადგომი კრიმინალების ხშირი სამიზნე იყო, ამიტომაც მფლობელებმა მისი გაუმჯობესება გადაწყვიტეს. შედეგად, მთელ კომპლექსს მნიშვნელოვანი განახლება ჩაუტარდა. პერიმეტრზე თანამედროვე მაღალი გარჩევადობის ვიდეო მეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდა. თითოეული საპარკინგო ადგილის ქვეშ განთავსდა მოძრაობის სენსორები, რომლებიც უმცირესი მოძრაობის შემთხვევაშიც კი რეაგირებენ. ავტოსადგომზე შესვლისთანავე ძღოლის სპეციალურ კოდს იღებს, რომელიც უსაფრთხოების სისტემას მომენტალურად აქტიურებს. თუ მანქანა მოძრაობას დაიწყებს, ან მის მახლობლად საეჭვო აქტივობა შეინიშნება, სიგნალიზაცია დაუყოვნებლივ ირთვება. გარდა ამისა, ავტოსადგომი დღის ნებისმიერ დროს კარგადაა განათებული. დაცვის თანამშრომლები ტერიტორიას მუდმივად ამოწმებენ, ხოლო ვიდეო ჩანაწერები დიდი ხნის განმავლობაში ინახება. ამ მიდგომის წყალობით ბოლდუინის ავტოსადგომი გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ადგილი ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ ობიექტად გარდაიქმნას. ფლორენსი მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეა, რომელიც კოლორადოში დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარეობს. ეს ციხე ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორის არიან კრიმინალები, ტერორისტები და ყველა ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ზოგიერთი ადამიანის თქმით, ფლორენსი ჯოჯოხეთის დედამიწისეული ვერსია. ეს აღწერა ზუსტად ასახავს ციხის ატმოსფეროს, რადგანაც ციხეში მკაცრი დისციპლინა და სრული იზოლაცია. ციხე სპეციალურად იმ პატიმრებისთვის შეიქმნა, რომლებიც რეგულარულად გარბოდნენ სხვა საშელახსრულებითი დაწესებულებებიდან. სწორედ ამიტომ ითვლება აქ არსებული უსაფრთხოების დონე მაქსიმალურად. ფლორენსი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე კარგად დაცული ციხე. ამ დაწესებულებაში უსაფრთხოების 6 დონე მოქმედებს. მინიმალური რისკის მქონე პატიმრებს შედარებით მსუბუქი პირობები აქვთ. ფიზიკური შეზღუდვების გარდა, პატიმრები მუდმივი ფსიქოლოგიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან. მათი გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია და სხვებთან ურთიერთობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ისინი დროის უმეტეს ნაწილს სრულ იზოლაციაში ატარებენ. კომპლექსი მაღალი ღობეებითაა გარშემორტყმული. პერიმეტრი 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშაა, ხოლო ეზოს მუდმივად აკონტროლებენ შეიარაღებული მცველები. ამიტომაც ამ ციხიდან გაქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ფორტ-ნოქსი დიდი ხანია რაც მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მიუწვდომლობის სინონიმად იქცა. სწორედ აქ ინახება ამერიკის მთავრობის კუთვნილი 1000-ობით ტონა ოქროს სოდი და ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საბუთად ითვლება. ობიექტი მასიურ, კარგად გამაგრებულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც მრავალშრიანი უსაფრთხოების სისტემები აქვს. ტერიტორიას მუდმივად აკონტროლებენ შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც მკაცრ შემოწმებასა და სპეციალურ მომზადებას გადიან. ობიექტზე შესვლა ადამიანებს მხოლოდ ნებართვით შეუძლიათ. შენობის ფანჯრები ტყვია გაუმტარი, ცეცხლგამძლე და შეფერილია, რათა გარედან მის შიგნით არსებული სიტუაციის დანახვა ვერავინ შეძლოს. სარდაფის მთავარი კარი 22 ტონაზე მეტ სიწონის და ის აფეთქებისადმი მდგრადი მასალისგანაა დამზადებული. სარდაფის კედლები კი დაახლოებით 2 მეტრის სისქის მყარი გრანიტისგანაა აგებული. ექსპერტები თვლიან, რომ ეს შენობა ძლიერი აფეთქების ტალღასაც კი გაუძლებს. ფიზიკური ბარიერების გარდა, ფორტ-ნოქსი ელექტრონული უსაფრთხოების სისტემებსაც იყენებს, მათ შორის მოძრაობის, ვიბრაციისა და წნევის სენსორებს. უსაფრთხოების სისტემების ზუსტი რაოდენობა გასაიდუმლოებულია, რაც ობიექტს კიდევ უფრო კარგად დაცულად აქცევს. ვატიკანის საიდუმლო არქივი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და კარგად დაცულ ადგილად ითვლება. პროფესიონალი ისტორიკოსებისა და მკვლევარებისთვისაც კი არქივის დიდი ნაწილი დახურულია. იქ შესასვლელად თითოეულ ადამიანს ოფიციალური განაცხადის დაწერა და შემოწმების რთული პროცესის გავლა უწევს. მოთხოვნის დამუშავებას შეიძლება კვირები ან თვეებიც კი დასჭირდეს. ჩანაწერებთან წვდომა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ მეცნიერებს აქვთ. არქივის ტერიტორიაზე არსებული 35000 ჩანაწერიდან უმეტესი მათგანი რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის ჩიპებითაა აღჭურვილი, რაც მათი გადაადგილების კონტროლისთვისაა საჭირო. არქივის თანამშრომლებსაც კი წვდომა მხოლოდ მათ სამუშაო სფეროსთან დაკავშირებულ შეზღუდული რაოდენობის მასალებთან აქვთ. უსაფრთხოების ასეთი მაღალი სტანდარტების გამო ამ ადგილთან დაკავშირებული უამრავი თეორია არსებობს. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ვატიკანი იქ ისეთ ინფორმაციას ინახავს, რომლებმაც შესაძლოა მსოფლიო ისტორიის შესახებ ჩვენი წარმოდგენების სამუდამოდ შეცვალოს. ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის საცავი მანჰეტენის ქუჩების ქვეშ მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საცავად ითვლება. საცავი მიწიდან დაახლოებით 25 მეტრის სიღრმეზე აგებული და იქ მსოფლიოში არსებული ოქროს დაახლოებით 10% ინახება. სწორედ ამიტომ უამრავი ქვეყანა საკუთარ ოქროს მარაგებს სწორედ ამ საცავში ინახავს. საცავში შესვლა ერთდროულად მხოლოდ 3 ადამიანს შეუძლია, ხოლო თითოეულ მათგანს მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია აქვს. უსაფრთხოების მთავარი ელემენტი მასიური რკინის კარია, რომლის წონაც დაახლოებით 90 ტონაა. დახურვის შემდეგ ის ჰერმეტულად იკეტება, რაც მოულოდნელი ან არაავტორიზებული წვდომის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დემილიტარიზებული ზონის სახელით ცნობილი გამყოფი ზოლი მდებარეობს. სახელწოდების მიუხედავად, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული საზღვარია. ზონა ნაღმების ველებით, ეკლიანი მავთულხლართებით, საგუშაგო კოშკებითა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვილი. ხმელეთის უსაფრთხოების გარდა, ზონა ჰაერიდანაც მუდმივად კონტროლდება. ნებისმიერი მოძრაობის გამოსავლენად გამოიყენება დრონები, თერმული ვიზუალიზაციის კამერები და სხვადასხვა გამაფრთხილებელი სისტემები. ზონის მთავარი ფუნქცია ისაა, რომ საზღვარზე გადასვლა ვერავინ შეძლოს. ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის არტილერიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ადგილიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრშია განლაგებული. თეთრი სახლი არა მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენცია, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული შენობაცაა. მისი უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის სახელმწიფო ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლება. შენობა მაღალი ლითონის ხობეებითაა გარშემორტყმული და ის მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა. ფანჯრებით ყვია გაუმტარი მინებითაა აღჭურვილი, ხოლო შესასვლელები ბიომეტრიული კონტროლის სისტემებითაა დაცული. ამერიკის საიდუმლო სამსახური თეთრი სახლის მთავარი დამცავი ძალაა. იგი 3200-ზე მეტი სპეციალური აგენტისა და დაახლოებით 1300 დამხმარე პერსონალისგან შედგება, რომლებიც პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის 24 საათიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ფილული ზომების გარდა არსებობს უსაფრთხოების ფარული სისტემებიც. ეს სისტემები მოიცავს სარეზერვო ევაკუაციის მარშრუტებს, დახურული მიწისქვეშა გასასვლელებსა და პოტენციური საფრთხეების მუდმივ ანალიზს. ამ სისტემების უმეტესობა საზოგადოებისთვის უცნობია. სწორედ ამ აშკარა და ფარული ზომების კომბინაციის წყალობით თეთრი სახლი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ობიექტია. რკინის მთა ოდესღაც პენსილვანიაში მდებარე ჩვეულებრივი კირქვის მაღარო იყო, თუმცა დღეს ეს ადგილი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საარქივო კომპლექსია, რომელიც ფასდაუდებელი ისტორიული მასალების შესანახად არის შექმნილი. კომპლექსის საცავები მილიონობით რელიკვიას შეიცავს, ალბერტ აინშტაინის ორიგინალურ ფოტოებს, თომას ედისონის პატენტებს, იშვიათ კინოფილმებს და 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების დროს განადგურებული თვითმფრინავების დამსხვრევებსაც კი. ობიექტი დაახლოებით 65 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რაც მას დამატებით იცავს გარე საფრთხეებისა თუ სტიქიური უბედურებებისგან. კომპლექსის შიგნით კლიმატი მკაცრად კონტროლდება. ტემპერატურა და ტენიანობა აქ ყოველთვის ერთ დონეზეა შენარჩუნებული. ობიექტის უსაფრთხოებას 24 საათიანი დაცვა და მრავალდონიანი დაცვითი სისტემები უზრუნველყოფს. ამ ზომების წყალობით რკინის მთა ადამიანის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. შვეიცარია დიდი ხანია ასოცირდება უსაფრთხოებასა და ფინანსურ კონფიდენციალურობასთან. ამიტომაც შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე ბანკის საცავი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საცავად ითვლება. სეიფზე წვდომას 3 განსხვავებული გასაღები სჭირდება, რომლებიც სხვადასხვა ადამიანების ხელშია. სეიფები აღჭურვილია თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით, მოძრაობის სენსორებითა და მრავალდონიანი კონტროლის მექანიზმებით. შეიარაღებული დაცვა როგორც შენობის შიგნით, ასევე მის გარეთ არსებულ პერიმეტრს აკონტროლებს. ბანკში განსაკუთრებული მნიშვნელობა კლიენტის კონფიდენციალურობას ენიჭება. შვეიცარიელ ბანკირებს ანგარიშებისა და მფლობელების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნება ოფიციალური ნებართვის გარეშე აკრძალული აქვთ. გრანიტის მთაში მეორე საცავი მორმონის ეკლესიის საკუთრებაა. ეს ადგილი მნიშვნელოვანი ისტორიული საბუთების შესანახად შეიქმნა. საცავში გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია. ის მიწისქვეშ 200 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მასში შესასვლელი მასიური კარი დაახლოებით 14 ტონას იწონის და როგორც ამბობენ, ის ძლიერ ბირთვულ აფეთქებასაც კი გაუძლებს. შენობის ყოველი სანტიმეტრი მოძრაობის, ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორებით აღჭურვილი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტაბილური მიკროკლიმატის შენარჩუნებასაც. ყველა პარამეტრი მუდმივად კონტროლდება და ნებისმიერი გადახრა დაუყოვნებლივ აღირიცხება უსაფრთხოების სისტემების მიერ. ამ ადგილის მთავარი ფუნქცია მომავალი თაობებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვა და მათთვის გადაცემაა. ჩვენ პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ადგილების მხოლოდ მცირე ნაწილი განვიხილეთ, მაგრამ ეს სიაც კი ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად წინ წავიდა კაცობრიობა უსაფრთხოების საკითხებში. თქვენი აზრით, რომელია ამ ადგილებიდან ყველაზე მეტად დაცული? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში, ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.